პირველი დარტყმა. რუსული სადესანტო გემები და კიდევ ბევრი სხვა რამ განადგურდა მასშტაბური ღამის ოპერაციის შედეგად, რომელმაც რუსი მეზღვაურები პოსტტრაუმული სტრესული აშლილობით დატოვა. მეორე დარტყმა. შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი და საექსპორტო ჰაბი იწვის, რადგან უკრაინა კვლავ და კვლავ ურტყამს რუსეთის ყირიმის ინფრასტრუქტურას. რაც შეეხება მესამე დარტყმას, ეს შეიძლება რუსეთის მმართველობის სრულ დასასრულს ნიშნავდეს ყირიმში. რუსი მეზღვაურები და პოტენციური მეზღვაურები ნახევარკუნძულს ტოვებენ, როგორც ვირთხები ჩაძირვის პირას მყოფ გემს, რადგან შავი ზღვის დეოკუპაცია იწყება. 20 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ერთ-ერთმა ყველაზე საიდუმლო დანაყოფმა ოკუპირებულ ყირიმში რამდენიმე ობიექტზე მიიტანა იერიში. უკრაინის მთავარი სადაზვერო სამმართველოს, ანუ ჰურის შემადგენლობაში მყოფმა საიდუმლო დანაყოფმა მოჩვენებები წინაღამეს სევასტოპოლის ყურე შავი ზღვის ფლოტისთვის ჯოჯოხეთად აქცია, რადგან დრონების სერიულმა იერიშებმა პუტინის ფლოტის კიდევ ორი გემი წომსხლობიდან გამოიყვანა. ამჯერად სამიზნეები რუსული სარაკეტო მატარებლები ან მსგავსი საბრძოლო გემები არ ყოფილა. უკრაინამ უკვე გაანადგურა ამ ტიპის გემების დიდი ნაწილი, ხოლო რაც რუსეთს დარჩა, მაქსიმალურად შორს ჰყავს ყირიმისგან, კრემლისთვის უკრაინის დრონებისა და რაკეტების მოქმედების არეალში. ამის ნაცვლად მოჩვენებებმა სამიზნედ აირჩიეს რუსული სადესანტო გემების წყვილი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი იყენებდა ტვირთისა და ჯარისკაცების ყირიმიდან უკრაინის მატერიკზე გადასაყვანად. პროექტი 775-ის იამალი ერთ-ერთი სამიზნე იყო. გემი აშენებულია 1988 წელს, რაც მას კიდევ ერთ საბჭოთა ეპოქის ტექნიკად აქცევს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი უკრაინის ომისთვის საკმარისად კარგად მიიჩნევს. გემს შეუძლია 500 ტონა ტვირთის გადაზიდვა. ის ტვირთი სხვათაშორის შეიძლება მოიცავდეს ჯარისკაცებს და ტექნიკასაც. რაც შეეხება მეორე გემს, ეს იყო პროექტი 1171 ნიკოლაი ფილჩენკოვი, რომელიც კიდევ უფრო ძველია ვიდრე პირველი ხომალდი. 1975 წელს აშენებული სადესანტო გემი 1000 ტონას იტევს და შეიძლება გამოყენებული იქნას ამფიბიური ოპერაციებისა და შეტევებისთვის. იცი თუ რუსეთს შავი ზღვისგან მსგავსი რამ გაშვება შეეძლო. ორივე გემი ნავსადგურში უმოქმედოდ იდგა იმ დროს, როცა მოჩვენებებმა შეტევა დაიწყეს. ეხლა ჰური უწყება, რომ ისინი სრულიად გამოუსადეგარი გახდნენ უკრაინული დრონების მიერ. იმითაც კი დაკმაყოფილდნენ, რომ გაანადგურეს გემები, რომლებსაც რუსეთი იყენებდა თავისი ჯარების მიწოდებისთვის მატერიკზე, მოჩვენებები კიდევ უფრო ღრმად შეიჭრნენ ყირიმში. რუსული სადესანტო ნავის განადგურების გარდა, მოჩვენებებმა პირდაპირ დარტყმა მიაყენეს რუსულ რადარის სისტემას პოდლეტკე 1-ს. 10-დან 300 კილომეტრამდე დიაპაზონით, ანუ 6.2-დან 186 მილამდე, პოდლეტს შეუძლია ერთდროულად 200-მდე სამიზნის თვალყურის დევნება და შემომავალი ჭურვების დაფიქსირებაც. სიჩქარით 4400 კმ/სთ-ში, ან ოდნავ მეტი ვიდრე 2200 მილი/სთ-ში. რუსეთს ასეთი სისტემები სჭირდება. ისინი უზრუნველყოფენ დროულ გაფრთხილებას მოახლოებული დრონებისა და რაკეტების შესახებ, რაც თეორიულად რუსეთს საშუალებას აძლევს ორგანიზებულად მოაწყოს საჰაერო თავდაცვა და გაანადგუროს საფრთხე მანამდე, სანამ ის მიზანს მიაღწევს. ეს არ მოხდა 19 აპრილის ღამეს. პოდლიკ 1 სწორედ იმ ტიპის საფრთხემ გაანადგურა, რომლის აღმოჩენაც მას უნდა შეძლებოდა. და ეს მარცხი იქნება ეს პოდლიკ 1 თუ საჰაერო თავდაცვის სისტემების, რომლებიც უნდა ამოქმედდეს, როდესაც რუსული რადარი საფრთხეს დააფიქსირებს, პუტინს $5 მილიონი დაუჯდა. ამ თანხას ალბათ ათეულობით მილიონ დოლარსაც დავუმატებ იმ ორი სადესანტო ხომალდისთვის, რომლებიც მოჩვენებებმა გამოუსადეგარი გახადეს. და თუ უკრაინის ბოლო ყირიმული თავდასხმის წარმატებაში ეჭვიგებარებათ, გეცოდინებათ, რომ ჰური ერთი ნაბიჯით წინ არის. მან მხოლოდ არ თქვა რა გააკეთა, არამედ ვიდეო მასალაც აქვს ამის დასამტკიცებლად. ტელეგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებასთან ერთად, რომელმაც გაამჟღავნა თუ რა მოახერხეს ყირიმის ღამეში მოჩვენებებმა, ეს ვიდეო მასალა გვიჩვენებს იმ პერსპექტივას, რომელიც უკრაინის რამდენიმე დრონმა დააფიქსირა მიახლოებისას. ვიდეოს პირველ 25 წამში ხედავთ, როგორ უახლოვდება უკრაინული დრონი რუსეთის სადესანტო ხომალდს და შემდეგ პირდაპირ მასზე მოხვდება. დრონის მიერ დაფიქსირებული ხედვა წამში ქრება, რომში ქრება, როცა ის ასაფეთქებელ მუხტს უშვებს. შემდეგ მეორე დრონი, მეორე ხომალდი და ზუსტად იგივე შედეგი. არც ერთ ამ კადრში არ ჩანს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც ტყვიებს ისვრიან ან რაკეტებს უშვებენ. თითქოს მოჩვენებებს პირდაპირ სამიზნე ჰქონდათ რუსეთის ხომალდებზე, რაც კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ პუტინს უბრალოდ არ აქვს საჭირო აღჭურვილობა ყირიმის სათანადოდ დასაცავად. როგორც აღმოჩნდა, ეს პირდაპირ სამიზნე უკრაინის დიდი შრომის შედეგია და ეს რუსეთისთვის პრობლემას წარმოადგენს. უკრაინის ბოლო შეტევა ოკუპირებულ ყირიმში წარმოაჩინა გამოფიტვის კამპანია, რომელმაც გაანადგურა ის თავდაცვა, რომელიც რუსეთმა ნახევარკუნძულზე ააგო. როგორც მთავარი პოსტი აღნიშნავს, ყირიმი რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური და საზღვაო ცენტრი იყო, როგორც უკრაინაში შეჭრისას, ასევე იმ 8 წლის განმავლობაში, რაც 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიას მოჰყვა. საერთაშორისო საზოგადოების უმეტესობა კვლავ აღიარებს ყირიმს როგორც უკრაინის ნაწილს, მიუხედავად რუსეთის ოკუპაციისა და ნახევარკუნძულის მომავლის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმისა, რომელიც თითქმის უეჭველად არალეგიტიმური იყო. უკრაინა ახლა მუშაობს ყირიმის საბოლოო დეოკუპაციაზე. დარჩით ჩვენთან, რადგან ვიდეოს შემდეგ ნაწილში კიდევ ბევრს ვისაუბრებთ უკრაინის ყირიმის კამპანიაზე. სანამ ამაზე გადავიდოდეთ, უკრაინა 19 აპრილს აგრძელებდა რუსეთის შავ ზღვაში სამხედრო განლაგებაზე იერიშს.
როდესაც გემები იწოდა და რადარის სისტემები მააჩვენეს, რამდენად უსარგებლონი არიან ისინი სინამდვილეში, სიტუაცია ყირიმის გარეთ გამწვავდა. კიდევ ერთი ნავთობის ჰაბი დაიბომბა და ეს ის ადგილია, რომელსაც უკრაინამ უკვე ადრეც შეუტია. 20 აპრილის ანგარიში კიევ-პოსტმა გაამჟღავნა, რომ უკრაინა აფართოებს კამპანიას რუსეთის ნავთობის წინააღმდეგ, რის გამოც მან გაგზავნა თავისი დრონები თუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და საექსპორტო ცენტრის მიმართულებით. ნიშნულოვანია, რადგან თუაფსე ერთადერთი შავი ზღვის ექსპორტის ჰაბია, რომელიც რუსეთს აქვს, თუაფსე ყირიმში არ მდებარეობს. ის მდებარეობს რუსეთის კრასნოდარის მხარეში, რომელიც ყირიმის აღმოსავლეთითაა და ასევე აქ მდებარეობს ნოვოროსიისკის პორტი, სადაც რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის უმეტესობა განათავსა, მას შემდეგ რაც სევასტოპოლიდან გაიქცა. უკრაინის გენერალურმა შტაბმა დაადასტურა ეს მეორე დარტყმაც, რომელმაც ასევე ტელეგრამზე გააზიარა რამდენიმე ფოტო მძვინვარე ხანძრებისა და სქელი კვამლისა, რომელიც ახლა ფარავს რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ექსპორტის ჰაბს. კრასნოდარის მხარეში მდებარე თუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კვლავ დაიბომბა. უკრაინის გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ დარტყმა მიაკენეს რეზერვუარების პარკს, რის შემდეგაც ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. დამატებით კიდევ ერთი მცირე დეტალი, რომელიც ნაკლებად გაშუქდა. უკრაინის დრონებმა ასევე დაარტყეს ნავთობის საცავს ოკუპირებულ ყირიმში. ფარდისკას ნავთობის საცავი ახლა ისეთივე ძლიერად იწვის, როგორც ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელმაც სავარაუდოდ მიაწოდა იქ შენახული ნავთობი. ორივე დარტყმამ ერთად მნიშვნელოვნად გაართულა საწავის მიწოდება იმ ჯარებისთვის, რომლებიც უკრაინის კონტინენტურ ნაწილში ყავთ განთავსებული. დამატებითი დეტალები მოდის United 24 მედიიდან. ამბობენ, რომ ადგილზე მყოფი მცხოვრებლები უკვე აგზავნიან ფოტოებს, ვიდეოებს და ანგარიშებს დამოუკიდებელ მედია საშუალებებში, როგორიცაა Astra. ყველა ამ ანგარიშში ერთი და იგივე ამბავია. მასიური ხანძრები, კვამლის სქელი ფენები, თუაფსეში რამდენიმე საწვავის საცავი იწვის მასობრივი დრონების იერიშის შემდეგ, რომლის მოგერიებაც რუსეთს არანაირად არ ჰქონდა მზად. თუაფსეში ხანძრები ასევე ვრცელდება. ხანძარმა დააზიანა ობიექტის 10-მდე საცავი რეზერვუარი, რომელიც მოიცავს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას წლიური 12 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავების სიმძლავრით. ეს არის ობიექტი, რომელიც აწარმოებს ევრო 5 სტანდარტების შესაბამის დიზელს, რის გამოც თუაფსი რუსეთის მთავარი შავი ზღვის ნავთობის საექსპორტო ჰაბი გახდა. ასევე აწარმოებს საწვავ ზეთებს, ავიაციის საწვავს, ბენზინს და ნავთობპროდუქტების ფართო სპექტრს, რომლებიც რუსეთის სამხედრო ძალებს მატერიკზე სჭირდებათ უკრაინის პოზიციებზე შეტევისთვის. მოკლედ, თუაფსი რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკრაინამ ეს ძალიან კარგად იცის, სწორედ ამიტომ დაარტყა ამ ობიექტს 9 ჯერ, მას შემდეგ, რაც პუტინმა 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. და ამ დარტყმებიდან ერთ-ერთი სწორედ რაფინერიაზე ბოლო თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. 19 აპრილი. გამონაკლისი არ ყოფილა. ეს იყო კლასიკური უკრაინული განმეორებითი დარტყმის ტაქტიკის ნაწილი. და სწორედ ესეთ საკითხებს ვაშუქებთ აქ, სამხედრო შოუზე. ჩვენ გაძლევთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. თუ ჩვენგან იმგვარ ანალიზს იღებთ, რაც გჭირდებათ, არ დაგავიწყდეთ არხზე გამოწერა. ეხლა რუსეთი ძალიან გაბრაზდება 19 აპრილის თუაფსეს დარტყმის გამო. მხოლოდ 3 დღით ადრე რუსეთი იმავე ობიექტზე უკრაინის სხვა თავდასხმას უმკლავდებოდა. საწვავის აუზები ცეცხლში გაეხვა და ამ თავდასხმის დროს რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა, რაც იმდენად მასშტაბური იყო, რომ კრასნოდარის აეროპორტის ხელისუფლებას დროებითი ფრენის შეზღუდვების დაწესება მოუხდა. კიევ-პოსტი ავრცელებს, რომ ამ თავდაპირველმა დარტყმამ ისეთი მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, რომ მის ჩასაქრობად 150-ზე მეტი მეხანძრე და სხვა საგანგებო სამსახურის თანამშრომელი იყო საჭირო. ამ მეხანძრეების სახეზე გამოსახული ემოციები 19 აპრილს შეუფასებელი იქნებოდა. როგორც კი იფიქრეს, რომ უკრაინის მიერ გამოწვეული ხანძარი უკვე კონტროლქვეშ ჰქონდათ, თავზე დრონები ზუზუნ მააჩვენა, რომ ყველაფერი თავიდან მოუწევდათ. თუაფსის ამიზნია და როგორც ჩანს, უკრაინა ისევ და ისევ დაარტყამს იქამდე, სანამ პუტინი არ მიხვდება, რომ შავი ზღვის ნავთობის ექსპორტის ჰაბის გამოყენება აღარ შეიძლება. რაც თუაფსის დარტყმაში ვხედავთ, არის ის, რომ უკრაინა უფრო ღრმად მიდის თავის ორმაგ სტრატეგიაში. რუსეთის შავი ზღვიდან განდევნოს და მეტი ზეწოლა მოახდინოს რუსეთის ნავთობის სექტორზე. უკრაინის დრონებს თუაფსამდე მისასვლელად ყირიმის თავზე ან გარშემო უნდა გაევლოთ. ეს გარდაუვალია. რაც უნდა ხდებოდეს არის ის, რომ რუსეთის რადარის სისტემები ამ დრონებს უნდა აფიქსირებდეს. შემდეგ კი საჰაერო თავდაცვა მათ ცაში უნდა ანადგურებდეს. მაგრამ ეს არ ხდება. უკრაინის დრონები როგორც ყირიმს უტყამენ, ასევე მას პირდაპირ ჩაუფრენენ კიდეც, რაც მიუთითებს, რომ პუტინის ნახევარკუნძულზე თავდაცვაში სერიოზული ხარვეზები ჩნდება. რაც შეეხება ნავთობს, უკრაინა უკვე რამდენიმე თვეა რუსულ ნავთობს ურტყამს. თუმცა მან გააძლიერა დარტყმები მარტის ბოლოდან. სავარაუდოდ იმიტომ, რომ აშშ-მ დროებით მოხსნა სანქციები რუსული ნავთობის ექსპორტზე ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე არეულობის ფონზე. უკრაინამ სანქციების ამ პაუზას უპასუხა რამდენიმე კვირიანი შეტევებით, რის შედეგადაც რუსული ნავთობის საექსპორტო ჰაბები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვოდა. მიზანი ორმაგია. პირველ რიგში, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი აღნიშნავს, უკრაინა ამ დარტყმებით ცდილობს საჩვენოს, რომ მას ჯერ კიდევ ბევრი ბერკეტი აქვს მოლაპარაკებების პროცესში. რუსეთს სურს შექმნას ნარატივი, თითქოს უკრაინა უკვე ამოწურული ძალაა.
ეს რთულია, როცა შენი გემები იძირება, რადარები ნადგურდება და ნავთობის ინფრასტრუქტურა იწვის უკრაინული დრონების დარტყმების შედეგების შედეგად. მეორეც, უკრაინას სურს დარწმუნდეს, რომ რუსეთი ვერ მიიღებს იმხელა სარგებელს, რამდენსაც პუტინი ისურვებდა ნავთობის ფასების შოკის ფონზე, რომელიც ირანში ოპერაცია ეპის შედეგად წარმოიშვა. რუსეთს ახლა ნავთობის ფულით უნდა ევსებოდა ჯიბეები. ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ გამოიწვია ის, რომ რუსული ურალის ნავთობი სულ რამდენიმე კვირის წინ თითქმის $100-მდე ავიდა ბარელზე, რაც უკვე საშიშად მაღალი ფასია. ისეთი დარტყმები, როგორიც ტუაფსიში ვიხილეთ, უკრაინისთვის წარმატებული აღმოჩნდა. უკრაინის ახალი ხმის მიხედვით, რუსეთს ნავთობის ტერმინალებისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაცვა ყოველდღიურად $100 მილიონი უჯდება ნავთობის შემოსავლის სახით. ეს ყველაფერი შემოსავალია, რომლის დაბეგრვასაც პუტინი ელოდა, რათა მეტი ფული მიეღო თავისი საომარი მანქანისთვის. ამის ნაცვლად, ეხლა რუსეთი ყოველთვიურად $3 მილიარდი ნავთობის შემოსავლის დეფიციტს აწყდება და ეს გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც უკრაინა გადაწყვეტს შეინარჩუნოს რუსეთის ნავთობზე თავდასხმების ის დონე, რაც ბოლო რამდენიმე კვირაში ვიხილეთ. მაგრამ მოდით დაუბრუნდეთ ყირიმს და შავ ზღვას. ადრე გითხარით, რომ ყველაფერი, რაც 19 აპრილს მოხდა, იყო უფრო დიდი უკრაინული კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანიც ყირიმის ნახევარკუნძულის დეოკუპაციის უზრუნველყოფა. უკრაინამ გააცნობიერა, რომ ვერ შეძლებს ნახევარკუნძულზე სახმელეთო კონტრშეტევას. მათ მოუწევთ ჯარების გაგზავნა ვიწრო ადგილებში, სადაც ადვილად გახდებიან საარტილერიო და საჰაერო დარტყმების სამიზნე. ამიტომ უკრაინა გრძელვადიან სტრატეგიას ირენებს. რუსეთის ყირიმისა და შავი ზღვის თავდაცვითის შესაძლებლობების თანდათანობით შესუსტებით უკრაინა ყირიმის ნახევარკუნძულს რუსიმი მოსახლეობისთვის აუტანელს ხდის, მათთვის, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ჩვენ ხედავთ საინტერესო ცვლილებას იმაში, თუ როგორ ეპრობიან რუსი ხალხი და ჯარისკაცები ყირიმს, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინას შეიჭრა. ომის ადრეულ წლებში ყირიმი ერთგვარ უსაფრთხო თავშესაფრად მიიჩნეოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას უკრაინის ძირითად ტერიტორიასთან ადარებდნენ, სადაც ბრძოლის ძირითადი ნაწილი მიმდინარეობდა. კუნძული უკრაინული რაკეტებისა და დრონების მოქმედების არეალის მიღმა იყო. იმ დროისთვის ეს იარაღები შავ ზღვაში ახდენდნენ გავლენას ომის მიმდინარეობაზე. ბოლოს და ბოლოს ჩვენ დავინახავდით, რას შეძლებდნენ ისინი თავად ყირიმში. მაინც სულ ახლახანს 2024 წლის იანვარშიც კი Business Insider-ი უწყებოდა რუსი ჯარისკაცების მთელ პლატონებზე, რომლებიც სტოვებდნენ ფრონტის ხაზს და ცდილობდნენ ყირიმში გაქცევას. საშუალო რუსის აღქმით, ყირიმი უსაფრთხო იყო. ახლა კი ასე აღარ არის. სულ რაღაც წელიწადზე მეტი გავიდა და ყირიმი იქიდან, სადაც რუსები თავს აფარებდნენ, იქცა ადგილად, საიდანაც რუსები გარბიან. 2025 წლის აპრილში გამოცემულმა RBC უკრაინის ანგარიშმა აჩვენა, რომ უკრაინულმა პარტიზანულმა ჯგუფმა არტეშმა აღმოაჩინა, რომ რუსი ოფიცრები და მათი ოჯახები მასობრივად გარბიან ანექსირებული ნახევარკუნძულიდან. პანიკას უფერდა შავი ზღვის ფლოტის უფროს ოფიცრებში, რომლებიც ცდილობდნენ რაც შეიძლება სწრაფად გაქცეულიყვნენ. რა თქმა უნდა, ყირიმში განლაგებული რიგითი ჯარისკაცები უბრალოდ მიატოვეს. რუსეთის არმიის ყველა რიგითისთვის უფროსი ოფიცრების გარდა შვებულება გაუქმებული იყო, ხოლო ქუჩებში პატრულებით ადიოდნენ და აკვირდებოდნენ ყველაფერს. დეზერტირებიდან დაწყებული, პოტენციური დივერსანტებით დამთავრებული. უსაფრთხო თავშესაფარი საფრთხის ზონად იქცა. ეს ცვლილება პირდაპირ შედეგია უკრაინის კამპანიისა ყირიმში ოკუპანტი ძალების წინააღმდეგ. თუ სახმელეთო შეჭრა შეუძლებელია, უკრაინა გაანადგურებს იმ თავდაცვით სისტემებს, რომლებიც ვლადიმირ პუტინმა ყირიმში დაამყარა. ამ პროცესში კი აჩვენებს ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს რუსი ჯარისკაცი თუ სამოქალაქო პირი, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვონ იქაურობა. მეზღვაურები, რომლებმაც ახალხან პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა მიიღეს, მას შემდეგ რაც საკუთარი თვალით ნახეს, როგორ გაანადგურეს მათი ორი სადესანტო ხომალდი, მხოლოდ დასაწყისია. და რუსეთი ყველაფერს კიდევ უფრო ამძიმებს. მასობრივი გაქცევა ყირიმიდან შეიძლება მოსაოდნელი იყოს, რადგან რუსეთმა შესაძლოა მალე უკრაინის მიერ გამოწვეულ პრობლემებს ისიც დაამატოს, რომ ყირიმში მცხოვრებ მოსახლეობას იძულებით მობილიზაციას მოახვედრებს. ამის შესახებ განაცხადა დმიტრო პლეტინჩუკმა, რომელიც უკრაინის საზღვაო ძალების პრესპიკერია. მან 23 მარტს TSN English-თან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის სამხრეთის თავდაცვის ძალები 1 აპრილიდან დაიწყებენ ყირიმში მობილიზებული მოსახლეობის უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ. ეს არაფერია ახალი, ამტკიცებს პლეტინჩუკი და აღნიშნავს, რომ უკვე რამდენიმე ასეული ყირიმელი მსხვერპლია რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ. რაც შეეხება პირდაპირ იძულებით მობილიზაციას, ეს სრულიად მოსალოდნელია. თუ ეს უკვე ხდება ზაპორიჟიასა და ხერსონის ოკუპირებულ ნაწილებში, რატომ არ შეიძლება იგივე მოხდეს ყირიმშიც? ამატებს პლეტინჩუკი. მოდით ეს გავარკვიოთ. უკრაინამ უკვე გადააქცია ყირიმი რუსეთისთვის უსაფრთხო თავშესაფრიდან საფრთხის ზონად. ეხლა პუტინი ორმაგად აძლიერებს ეწოლას, როდესაც მობილიზაციას აიძულებს იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთიდან გადავიდნენ ყირიმის ნახევარკუნძულზე კრემლის უკანონო კონტროლის გასამყარებლად. რას ფიქრობს პუტინი? რა შედეგი ექნება ამას? მალე აღარ იქნებიან მხოლოდ ოფიცრები, ვინც ცდილობს ყირიმიდან რაც შეიძლება შორს წავიდეს. მოქალაქეები და რეზერვისტები მოისურვებენ რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ეს ადგილი, ხოლო ისინი, ვინც ამას არ გააკეთებენ, უკრაინაში აღმოჩნდებიან, სადაც ფრონტის ხაზზე მისვლის შემდეგ გარდაუვლად განადგურდებიან. ჩვენი მთავარი აზრი მარტივია. როდესაც ყირიმში ნაკლები რუსი იქნება, პუტინის კონტროლი ნახევარკუნძულზე დასუსტება. უკრაინა ამ ფაქტს იყენებს და ყირიმს უკრაინაში მიმდინარე ომში ნაცრისფერ ზონად აქცევს. ის, რაც რუსეთისთვის ძალის ცხარო უნდა ყოფილიყო, პუტინის ერთ-ერთ უდიდეს სისუსტედ იქცა, სტრატეგიულ პრობლემად, რომელიც უკრაინის ახალი თაობის დრონებისა და რაკეტების მოქმედების ზონაშია და რომელსაც კვლავ და კვლავ დაარტყამენ.
ყირიმს რუსეთის მატერიკთან დამაკავშირებელი კერჩის ხიდი უკრაინის მრავალჯერადი დარტყმებით მოწყვეტად იქცა. შავი ზღვის ფლოტი შავ ზღვაში თითქმის აღარ წარმოადგენს ფაქტორს. ყირიმში ყოველ კვირას ნადგურდება რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ნავთობისა და სამხედრო ობიექტები. ის, რაც ოდესღაც რუსეთის სამხრეთის ყველა ოპერაციის ბაზა იყო, ეხლა პუტინის რესურსების ამომწურავ წყაროდ იქცა. ახალი აღმოსავლეთ ევროპა ამბობს, რომ რუსეთს ყირიმში ჯერ კიდევ დაახლოებით 150,000 ჯარისკაცი ყავს განთავსებული. ისინი ელოდებიან სახმელეთო შეტევას, რომელიც უკრაინიდან არ მოვა და ვერ გადადიან მატერიკზე, რადგან უკრაინა მათ გემებს ანადგურებს. ისინი ფაქტობრივად უსარგებლონი არიან. თავდაცვითი სახმელეთო ძალა, რომელიც დრონებსა და რაკეტებს ებრძვის, რომლებსაც ვერ აჩერებს. ეხლა რუსეთი ყირიმში ჩაკეტილ წრეშია. ნახევარკუნძულზე დასაცავად ძალიან ბევრი რამ აქვს, მაგრამ არ ყოფნის იმ ტიპის რესურსები, რომლებიც რეგიონის ყველაზე ღირებული ობიექტების სჭირდებას დასაცავად ჭირდება. უკრაინა თანდათან ანადგურებს საჰაერო თავდაცვას, რაც ქმნის უსაფრთხო საჰაერო დერეფნებს იმ ტიპის შეტევებისთვის, როგორიც 19 აპრილს ვიხილეთ. თუ რუსეთი ყირიმში მეტ თავდაცვას გაგზავნის, ამით მატერიკზე საკუთარ ძალებს ასუსტებს. თუ ეს თავდაცვა უკრაინაში დარჩება, ყირიმი ყოველ ახალ დრონით თავდასხმასთან ერთად უფრო დაუცველი ხდება. ეს არის უკრაინის სტრატეგიის გენიალურობა შავ ზღვაში. ჯარისკაცების გაგზავნის გარეშე მან პუტინის გავლენა ყირიმსა და შავ ზღვაზე შეასუსტა. განთავისუფლება ყოველთვის არ ნიშნავს ჯარების თავდაცვაზე შეტევას. ის შეიძლება იყოს თანმიმდევრული კამპანიის შედეგი, რომელმაც გააძევა სწორედ ის ადამიანები, ვინც თავდაპირველად დაიკავა ეს ტერიტორია. უკრაინის შორმანძილზე განხორციელებულმა დარტყმებმა უკვე გააძევა შავი ზღვის ფლოტის ძირითადი ნაწილი, იმ აკვატორიიდან, რომლის სახელიც ფლოტს ჰქვია. ყირიმში თითოეული თავდასხმა პორტებსა და სამხედრო ობიექტებზე, ასევე ნავთობის ხანძრები, რომლებიც რუსეთის მატერიკიდანაც ჩანს, გზავნილს აგზავნის. წადით, სანამ შეგიძლიათ. უკრაინა არ აპირებს გაჩერებას. მობილიზაციის მოახლოების ფონზე პუტინი შეიძლება მალე მიხვდეს, რომ უფრო მეტი რუსი დაიწყებს ამ გზავნილის გათვალისწინებას, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდა. უკრაინის დეოკუპაციის კამპანია ყირიმით ანთავრდება. მატერიკზე, განსაკუთრებით კი სამხრეთში, უკრაინა უფრო ტრადიციული გზით ცდილობს თავის ტერიტორიის გათავისუფლებას. მასშტაბური ტერიტორიული წინსვლები ხდება, რადგან უკრაინის აქტიური თავდაცვის სტრატეგია შედეგს იძლევა. დრონები ათავისუფლებენ ყირიმს, მაგრამ უკრაინის მატერიკულ ნაწილში ტერიტორიის დაბრუნებაში მონაწილეობენ ჯარისკაცები, დრონები და კიდევ ბევრი სხვა რამ, როგორც თავად ნახავთ თუ უყურებთ RV. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ არ გამოგჩნდეთ ჩვენი ანალიზი უკრაინის უახლესი გამარჯვების შესახებ რუსეთის წინააღმდეგ. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.